მოკლედ, აი ეს გავაკეთოთ. აი ეს მაგრად მიყვარს ჩაისთან. რა, პროლოგი? უი. რა ვიცი, რატი მე პეროგი წავიკითხე. კარგი, მიდი დავიწყოთ ახლა და. ესე იგი, ვაკეთებთ მოკლედ. ქათამი. ტრადიციული არ გვინდა. იხვი, ბანალურია არ გვინდა. შემდეგ მწყერი პატარა არატი. კარგი რა. და ეს აი გნოლი ტომატის соусით. აი ეს გავაკეთოთ. კარგი რა პატა, გნოლს დიდი ხანი დაჭირდება რა. რა დიდი ხანი, რა წერი, აი საათი და 25 წუთი. საათი და 25 წუთი პატა, კარგი რა, საათი და 25 წუთი, მარტო თოფის ყიდვას უნდა, მერე ტყვიები უნდა იყიდო, მერე ტყეში უნდა წახვიდე, მერე გნოლები უნდა იპოვო, სად ვიპოვო ახლა გნოლები მე? ყორღანებში რატი? ორგანებში სადა? ყორღანები იქიდან აფრინდებიან გნოლები, ყორღანებიდან. კარგი რა პატა. და თოფი კიდე ჩემ მეგობარს აქვს და გვათხოვებს დრო არ დაგვეკარგება მაგაში. კარგი, როდის შენ მეგობარს ვეთხოვებ მეტყვი? კარგი ვიხუმრე. რა იყო, რა მოგივიდა ხო? რა უნდა ისე გნოლის მოკლას, რა ვიცი მე. მოგისმინე, უგნოლოთ რომ გავაკეთოთ გნოლი ტომატში, ჰა? მომეცი რა ჩემი წიგნია რა. რა არის? ჩემი წიგნია მომეცი. ჩემი სახლია მომეცი. მიდი რა ფშია რა პატა. კარგი, მოკლედ აი გადავწყვიტე, აი ეს გავაკეთოთ, ინგრედიენტები გვაქვს ყველაფერი, დიდი არაფერი არ ჭირდება. მოკლედ დღეს გვექნება რუმინული ჩიჟი-ბიჟი. რუმინული ჩიჟი-ბიჟი და ჩოულებრივისგან რისგან გასხვავდება? ჩოულებრივის დაფნა აქვს და ამას არა. დაფნა გვაქვს? გვაქვს, მაგრამ არ უნდაო. კარგი აბა და გავაკეთოთ. კარგი, არაფერი დაასხი. გზეთი არის? არის, კარგი, მაგრამ ხახვი წვრილად დაჭრილი. არის წვრილად დაჭრილი. ოპა. კვერცხი დაახალე, კვერცხი, ცოტა მოუვლი, კვერცხი დაახალე. ეგ არის. ეხლა მარილი გემოვნებით. მაიცა შენი გემოვნებით არა რა პატა რა. რა გინდა რა? გასერჩი ამპერანგს ვერ გავიგე. სხვათა შორის ხვალ ამპერანგით მივდივარ შეხვედრაზე. სად 1982-ში? რა შენი გემოვნები? მოიცადე ერთი წუთი მარილი ჩემი გემოვნებით, დაიწყე. ეყოფა. საკმარისია. აჰა, ეგ არის. აბა მიდი. აჰა. რა ვიცი, ნახე, აბა რაღაცას რა ვიცი, მე მგონი სუდი არ არის. რაღაცას გავს, ხო იცი? შენ პერანგს პატა. ნახე რას გავს რა პატა. არა და სურათში რა კარგად გამოიყურება კიდე. ხო და ადექი მერე შენს და დაიდე სურათი ეგჭამე და სურათს უყურე. აღარ მინდა კარაქიანი პური რა. არა ჭამე და ჩოგბურთში ვერავინ ვერ მოგიგებს. ეგრე მაშინ ლაშაბიძე პირველი ჩოგანი უნდა იყოს. შენ ჭამე მან თუ ჭამ რაღაცას, რასაც ჭამ. ისე თეკლა იცი რა მაგრა თამაშობს ნიკა ჩოგბურთს? მართლა? კი, კედერი ძლივს უგებს. აელევი ძალიან გემრიელად ვივახმე, დიდი მადლობა. ის იყო ჯაღელენე, ძალიან გემრიელი იყო ეს შემწვარი კვერცხი. რა კვერცხი? თეკლა, შენ გონია ეს კვერცხია? მაგ საჭმელზე გამახსენდა. დღეს ბიოლოგიის კაბინეტში წყალი ჩამოვიდა და რემონტი დაიწყეს. მასწავლებელმა გითხრა რაღაც ნივთებს გაგატანთ სახლში შესანახათო. აუ, გეხვეწები ბაყაყს წამოვიღებ. ნიკა, ბაყაყი არ მომიტანო სახლში. არა, ცოცხალი კი არა, მკვდარია. უბრალოდ შუაზეა გაჭრილი და ქილაში დევს. ნიკა, ბაყაყი არ მომიტანო და სხვა რაც გინდა ის მომიტანო. მართლა არ მოიტანო ის ბაყაყი, თორე შეიძლება საჭმელში უკრას და გვაჭამოს თუ ნახავდი ნაჭამი არა გვაქვს.
შუა სემესტრში რა დროს ბიოლოგიის კაბინეტის რემონტი იყო? მეც მაგას არ ვამბობ, გაერემონტებინათ მათემატიკის კაბინეტი. წავედი მე უკვე გვიანია და აუ თეკლა არ წახვიდე რა და ხოლ ერთად წავიდეთ. ახალი ფილმი იწყება, ძალიან მინდა რომ უყურე და ერთად უყურე და თანაც პოპკორნიც მაქვს. აი ელენე რა არის იცი ხვალ სამსახურში რაღაც პრეზენტაცია გვაქვს და მინდა რომ სხვა რამე ჩავიცვა. ჩემ ლურჯ პიჯაკს გათხოვებ. წამ. ეს ხო და ზუსტად მაგ ლურჯი პიჯაკის გამო მინდა სახლში წასვლა ჩემთან არის. თეკლა თუ არ გინდა რომ გაგიბრას და ჩემი ლურჯი პიჯაკი შენთან რომ არის სახლში, მაშინ მოდი და ერთად უყუროთ ფილმს. მოდი რა. ხო, კარგი ვუყუროთ. და რა ფილმია ელენე? მოჩვენებებზე ლაშა, ხო იცი როგორ მიყვარს ფილმი მოჩვენებებზე? ხო და მალე დაიწყება? კი. ისა ელენე, არ გინდა სანამ ეს ფილმი დაიწყება, ჩვენი ბავშვობის კასეტას ვუყუროთ, რაღაცა კარხაზიაძე დავდექი და მომინდა. არა, თეკლა ახლა დაიწყება მალე. მე მივხვდი შენ რატომ არ გინდა ამის ყურება. მსუქანი იყავი და იმიტომ. ხო, აი ლაშა კიდე გამხდარი ბიჭი იყო და უყვარს ამ კასეტის ყურება. არა თეკლა ეგ რა შუაშია გითხარი მალე დაიწყება თქო და მე მსუქანი კი არ ვიყავი, ეგ უბრალოდ კამერა მასუქებს. მაშა უთხარი მსუქანი რო იყო. თეკლა, ჩვენ შევთანხმდით, არ დავცინებ, არ დამცინებს. რა დასაცინე ხა სიმსუქნე რა დასაცინე. იწყება. ნიკა, წადი დაწექი, დაიძინა. საშენო ფილმი არ არის. რა არ არის საჩემო? ვერ ხედავ გოგო მიდის ველოსიპედით და ხელში უჭირავს პეპლების საჭერი ჯოხი. მე მგონი სათქვენო არის, წაით თქვენ დაიძინეთ. აი ის მოხუცი კაცი რა საყვარელია გარბის. ნიკა, კი არ გარბის იმ გოგოს მისდევს მოსაკლავად. წადი დაწექი, არ არის საშენო ფილმი. ვაიმე, თეკლა დანა დაარტყა. დანა? დანა კი არა, ნანა, წადი დაიძინე. ნახე, იცი რა მაინტერესებს? თუ გეშინია, რატო უყურებთ? მე ლაშა. ხომ და ვნახო როგორ მოკლავენ მოჩვენებას. მე რომ დამესიზმროს, ხომ და ვიცოდე როგორ მოვიქცენ. კი, უნდა იცოდე. ის ელენე, ამის როგორ გეშინია? შენი გაკეთებული საჭმელების არ გეშინია, ამის გეშინია. ისა რატი გააღი კარი. დაფა მიჭირავს პალატა. მე კიდე ხელები მაქვს დასრული. აბა, სადი აქვს ხელები დასრული. აი დასრული მაქვს და რა ვიცი აბა. მიდი გააღი. ეხლავე მოვდივარ. გამარჯობა. სურნელია ბიჭებო. მე და ორი ბიჭი ცხოვრობთ და ვერ ეტყვი ქალის ხელი აკლიაო. ეს რა გაგიკეთებია? მაგარი ბიჭია. სულ ახალი და ქალის ხელი როგორ დააკლდება მითხარი. ისა მარილი თავისი გემოვნებით უქნა და გასინჯეთ აბა. ხო, რომინული ჭიჭიბიში, აბა. რა არის ქალბატონო? გემოვნებით მარილი უკენ ნიშნავს, იცი რა, ასო ჩაყარო მარილი და არა სოდა. კარგი რა პატარა. ხო გითხარი მარილი არ უქნა მეთქია და რა. მარილი არც მიქნია, რატი სოდაო? არაუშავს, ბიჭებო, ნელ-ნელა დაიხვეწებით. ჩემი მზარს ისეთი ხელი აქვს უნიკალური, ისეთ საჭმელებს აკეთებს, მაგრამ ისეთი ზარმაცი არასოდეს არაფერი არ გაუკეთებია. რა ხნათ ეხლა? რა ვჭამოთ? იცი რა, არ ინერვიულობთ ბიჭებო, გნოლი გააქვთ. გნოლი არა. რავი, ჩვენ რომინული ჭიჭიბიშის ვაკეთებ. ვაიმე, რომინული? კარგით, მაშინ აბა თავიდან დავიწყოთ, ხო? მე მოგეხმარეთ. კვერცხი? კვერცხი გვაქვს. მომენტი. აგერ არის კვერცხი. ერთი ეყოფა, ერთი მე, ესე. ტომატი? ტომატიც გვაქვს. აბა. ეს რა ცოტა, სხვათა შორის ტომატო ძალიან კარგია. ბროწეული და დაფნა გვაქვს, მაგრამ არ უნდაო ესე წერია. არ უნდა და მე მინდა, ესე იგი ბროწეულს წავუღებ ჩემ ემზარს ხელის ტკივა და გავუკეთებ ძალიან კარგი ყოფილა ამის კომპრესი და რუმინულ ჭიჭიბიჭის თქვენს კარგად გააკეთებ. კარგად, დიდი მადლობა დახმარებისთვის. კარგი რა. ჩაი დაასხი ისე ჩაი დავლიო. ხო, რა ვიცი, ისე წამიკითხავს რომ სოდა კარგიაო ჯანმრთელობისთვისო და ხო არ მეჭამა ისე. მოდი რატი შეუნახო, მე ხო ჯანმრთელი ბიჭი ვარ და ისა რატი მე არ მშია წავა დავიძინებ და რა ვიცი ის. რა გენაღლება რა. მაინც თუ ის რა ქვია
ეგრე თუ არ მოგეწონა დაფრა გვაქვს და ის მოაყარე. კარგი რა ბატა, კარგი რა. აგენაღლება მე მშია დავჭამო ეხლა და იქნება და მოუხდა ეს სოდა, ჰა? ვაიმე პაატას საფულე, სტანდარტებს ხოლმე რა პაატა რა მოგივიდა რა. დავჭი მშიერი რა. ალო, ჯემსონ, გნოლი ყავს? თოფი? კაი რა, კაი ხო, ციცარი არა, ჯემსონ, ციცარი არა. გნოლი. ყორღანებიდან წვინდებაო, ყორღანებიდან. ვაიმე შეახტება ეხლა, ვაიმე არ შეახტება. ლაშა რო შეახტება გითხარი. შეახტა. კარგი რა ლაშა რა, კარგი კიდე ეს გვიდა ამ ხალხს თავში ჭკუარა გაქვს. კარგ ხასიათზე ვარ ელენე და ვერთობი რა ვქნა. ლაშა გინდა ცუდ ხასიათზე დაგაყენო. ვერ დამაყენებ ცუდ ხასიათზე ელენე, ვერა. სამსახური არ გაქვს. ხო. ისე, ელენე, შენ ის მეორე პიჯაკი ხო გაქვს? ხო, მათხოვე რა. თეკლა ხა ის მეორე პიჯაკი უნდა გათხოვო? ის ელენე ვეღარ წავალ სახლში მეშინია და ვაიმე თეკლა ამას წეღან თავი არ მოაჭრეს? ხო, რა ენაღლება მოჩვენებაა და ამოუვიდა. ლაშა კარგი რა კიდევ ეგ გვინდა? მოიცა რა უთხრა არაო? რა უთხრა და ზეზე კვდებიანო. ზეზე კვდებიანო? აი რატო შედის ეხლა ეს კაცი ხო იცის რომ იქ დახვდება გამოდი. ვაიმე იცი რა თეკლა? მე აღარ მეშინია. არა, ფილმია, რეალობა ხო არა? არის იცი ლაშა, ელენეს კი არ ეშინია, მე მეშინია და ჩემთვის გეუბნება. კარგი, მოჩ მეც აღარ ვისა. ელენე, მე ვიცი. სკამი. ხო, აბა რა მოიცადე? დროს. ჩვენებები აღარ ყავს? ამ ფილმის კიდე აღარ გვეშინია თქო, ფილმია ბოლოს და არც მე არ მეშინია. შეგაშინე? ჩემ ყავს ფოთლებს ვაცლიდი უბრალოდ. რა არის ისეთ ერთი ასეთი იაპონური ლეგენდა არის, წითელი დრაკონის ლეგენდას ეძახიან რა და ამ ლეგენდის მიხედვით ხო ღამით სავსე მთვარეზე ყვავილს ფოთლებს შემოაჭრია. ამ ყვავილთან შეიძლება დრაკონი მოვიდეს. ეხლა ხო სამსე მთვარე არის. ხო და მეც ვაცლიდი. კარგით გავალ ეხლა და ეს დრაკონი თუ მართლა მოვიდა, დამირეკეს კარგით. ჩემი ნომერი ხომ გაქვს? არა. კარგი. ისა თეკლა, ჩაკეტე. ხო, თეკლა, მიდი ჩაკეტე კარი. ელენე მეშინია. ერთად ჩაკეტოთ გეხვეწებით ამ. ვაიმე. 5 7 7 20 18 21 სალომე, საფულე როგორ დამრჩა სახში რა, არის ვერ გავიგე რა. საფულის დარჩენა იქნებოდა ეხლა, აი როგორ დამრჩენოდა არ მოგვიწევდა ეხლა ამ სიცივეში ნაყენის ჭამა და აი იმ რესტორანში დაგპატიჟებდი. ხო. რა კარგი იქნებოდა. სიამოვნებით დავლევდი ცხელ ჩაის.
და ყავას და კიდე ნამცხვარს და მოიცა ძალიან ბევრი რამეს ნუ აიღებ ცოტა სიძვირია იქ რა იყო ნაყინი დავეწეთა არა უშავს რა გინდა ცუდად არ არის ძალიან ამოვარდილიც არ არის ხო ხო არ გცივა რა ვიცი ძალიანაც არა მოიცა ხა რა ძალიანაც არა გამომართვი გამორიდებული ხარ სალომე რა გჭირს რა იყო თავარია არ გამიცივდეს ჩემი ფისუნია მოიხურეს რა საყვარელი ხარ პით ხო ეხლა ის დაცვა რო არ იდგეს იქ იმ ყვავილებსაც დაგიკრებდი ხო რა ვიცი სალომე თუ ძალიან აღცივა მოდი ამ კურტკას მოგაშორე იმიტომ რომ ძალიან მძიმეა რა მორიდებული ხარ ვერ იტყვი ნახე რა სიმძიმეა მეც ესე ძლივს ესე მაწვება მხრებზე კარგია რა აქ რა ვიცი რა სიტყვი ხო რა ვიცი ხო მიყვარს თბილისი მარტში ცივა ქარია აი ლოთები არ ახსოვენ არაყი რა მოვიფიქროთ რა ან სადმე წავიდეთ მაგრამ წამოდი თუ გინდა ზოოპარკს შევხედოთ რა მოვიფიქროთ რა მოვიფიქროთ იცი რა ვქნათ აბა აღმაშენებელზე გავისეირნოთ კარგი აზრია გავისეირნოთ მაგრამ ეგ ფასიანი ხო არ არის არა ფასიანი არა ხო კარგი მაშინ წავიდეთ მართლა რას ვიჯეგით ამდენი ხანი რას ვიყინით მოდით ვერ გავიგე არ გვინდა ეს ნაყენის რა ისა სალომე რა უნდა გითხრა იცი ჩაიცი შენ ძმასთან რატისთან ცოტა მეუხერხულება და მოდი რა უთხრათ ჩვენი ამბავი ჰა ხო პეტო მეც მინდა და მაგის თქმა ხო მოდი უთხრათ ასე ვეღარ გავაგრძელებ კი უნდა უთხრათ და სანამ რატის ვეტყვით ისა გარე ტიპი ვარ ავიტეხე რა ნაყენი ამ სიცივეში რა ანის ბამბის ნაყენი მაინც აგვეღო ბევრიც არის და იაფიც არის რა წამოდი აი რა საკეთებელენე საჭმელს უკეთებ ნიკას აი მე ისეთი ცუდი სუნი იყო მე მგონა სარეცხს ხარშავდი და გამიკვირდა თეკლა როგორ გეძინა აი მე რა ვიცი ელენე ისე მეშინა და მთელი ღამე ის ფილმი რო ვნახეთ მთელი ღამე ვერ დავიძინე და თვალები მაქვს ჩაშავებული ისე ელენე შენი კრემისფერი პიჯაკი მათ ხოლმე მოუხდება თვალებს ნიკა რა არის ეს ხომ გითხარი გუშინ ბიოლოგიის კაბინეტს არემონტებენ თქო ხო და მასწავლებელმა ასეთი რაღაცები გამოგვატანა შესანახად ნიკა მე სხვა რამე ვერ წამოიღე რა უნდა წამომიღო თემუკამ თაბაშირის ტვინი და თვალი წაიღო რეზიკოვ კიდე ნახევარის ღარბი ნიკა კარგი ბიჭი ხარ ეს რომ წამოიღე მოკალაცდი ზეზვა ძალიან მორიდებულია ხო ზეზვა ქვია კი მე დავარქვი გაიცანი ზეზვა ეს დედა ჩემია გამარჯობა ნიკა ქალია თუ კაცი კაცი ზეზვა რო იცოდე ესეც თავადი იყო გელოდა და რომან მიხვედი აი რა დაემართა რა ისა შეიძლება ხელი მოკიდო ნამდვილი ხომ არ არის ნიკა არა ნამდვილი გამარჯობა თეკლა ვაიმე გაინძრა ვაიმე გამარჯობა ზეზვა ვაიმე რა საყვარებია ისე აბა ვინ არის აბა ნიკა აბა თუ მიხვდები ჰაიმე აბა ვინ არის ეტო ხოჭახ და ის თეკლა ცუდად გამომყევი თეკლა და აბა ეს ვინ არის 1983 წლის 23 თებერვალს ვითამაშე გოგიტა დათუაშვილის პიესაში უკანასკნელი თივა ოჩახ ფრიდონი კი არა ფრიდონი ბიძია ნიკა პური რო გთხოვე რატო არა მოიტანა ფული არ მქონდა
უბრალოდ შენ კი მომეცი ფული, მაგრამ ზეზვას გადავხადე ავტობუსში და აღარ დავიჭერე. ზეზვას გადაუხადე? ხო, ვიღაც ქალმა თქვა, რას გვიშვება ეს თავრობაო და ადგილი დაუთმეს და აბა რა მექნა. აბასალო, შამპანურს ხო დალევ? იყოს არ მინდა. რას ქვია არ გინდა, ეს უბრალო შამპანური კი არ არის, ამას ახალი წლის მერე ვინახავ. ხო. კარგი, მაშინ დავალევ. აბა რა, ეს ისეთი შამპანურია რო. ეს ისეთი შამპანურია რო. ეს ისეთი შამპანურია. პრინციპში დიდი არაფერი შამპანურია. მოდი არ გინდა, ხო? კარგი. კარგი რა, ნუ წუხდები. აქ ისედაც კარგად ვარ თან ცივს გავთბი. რატო სალომე? პარკშიც ხო გათბობდი ჩემი ჩახუტებით? ხო. მე არ გინდა რომ კიდე ჩაგეხუტო? ანუ თუ დაგცხავ მეთქი მე ლოყა ჯერ კიდე ცივი მაგ და ცივი გესიემონება გაგნიდები. ხაიმე, მოიცა, რატი ჯერ არ უნდა მოსულიყო, რა ხდება, ვინ არის და მიდი, ნელა, ჩუმად, ნახე, ჩუმად. ხაიმე. ვინ არის? პატარატია. რატი? ხაიმე, რატი? პატრაშები. უი, მე მგონი პირიქით უნდა ვექნებო. თუ კი არ ხედროზე. შედი, არნელო, შედი. მოდივარ. ეს რატი? მოიცა შიშველი ვარ არ შემოხვიდე. რა შიშველი? გაცვიავ, ხედავ რა. ხო, მაგრამ ეს პერანგი ისე ლანდავს პრინციპში შიშველი ვარ. რა, გავიყინე პატარა, მოდი მე. შემოდი. პატარა. აჰა, გავახე. ეხლა დახურე უბერავს, რა მოგივიდა? ეხლა არ უბერავ და გავახე. მე ისე კიდავს გარეთ, როგორც იტყვიან, ძახს არ გააგდებენ ქუჩაშიო რა. მართლა ხო? ოიმე. ისა. ამ ფურთუქს გავიტან აივანზე თორე. რას გავს კი არ უხდება აკაურობას ნახე რას გავს შეხედე. აივანზე გავიტან ხო? ბატა. ელოდები ვინმეს? არა ტივის უნდა ველოდებოდი. ეს შეთვის მოვამზადე ეს ყველაფერი. შენ სულ გაუბერე ხო? სულ არა. ნიკა, მოდი ჭამე. ამოჭამოთ. ისე უნდა მოგასკოს სკოლაში რომ მოთ ვერ გიცნო. ნიკა, ეგ აქ არ მოიტანო მომაშორე აქედან. მომეც. შუმად ისმის. შეხედე რა საყარელია. როგორი თვალები აქვს. თან სულ მინდოდა უფროსი ძმა რომ ყოლოდა. წავიღეთ მე შევიტან ამას. აი მე დიდი მადლობა რა გავანტური ხართ ბატონო ზესვა. ყოლას ასეთი ჩონჩხი აქვს თუ ლაშაბიძიას მსუქან ჩონჩხი. ლაშაბიძიას მსუქანი და ზარმაც ჩონჩხი. გამარჯობა. სახშია ლაშა? კი, სახში, აი ოთახშია შევძანდით. დიახ. ლაშა, შევძანდით ცენტრი. არა, დასკეთეთ. ვაიმე! არაფერი ნიკასთან სკოლაში რემონტია და აქ გამოატანეს არაფერი დალი. აი მე დედა როგორ შემეშინდა. დედა რო დავინახე რო შევხედე როგორ გავდასტურუების რძას. შენ რა გითხარით ეკლა? აი ბოდიში ძალით არ მინდოდა. ლაშა მინდოდა. დღეს ლიფტი უნდა შეამოწმონ და უიდე ლიფტი უნდა შეამოწმონ და დენს გამორთავენ რამდენჯერმე და ვიფიქრებთ ხო მეზობლთან ჩამოიეროს და გააფრთხილოს მეთქი. ლაშა არ არის სახში ნოდარისთან არის. დღეს ან ნასვამი ან ნაბახუსევი მოვა. ლაშიკოთი. ვაიმე, ლაშა. რა ლაშა? რა და ლაშამ არ იცის ზეზვა რო ყავს. ხო, კარგი იყო გუშინ რო ბაშინებდა, აი. გოგოებო კიდე შევალ ნახავრა როგორ გავს ვაიმე როგორ.
ადექი ხელები დაიბანე, რასაკეთებ? ადექი ხალ ხელები დაიბანე, მე უნდა გასწავლო აფხილა ბიჭი. კარგი რა ბა. ადექი ხელები დაიბანე, მიდი. კარგი ხო. მიდი. პატა. ეს სამხედრო ეგრე უცბად დაიბანე, რა პატარა ხელები გაქვს რა. რა ვიცი. კარგად დაიბანე? ხო, ჩვეულებრივად რა. ჩაულებრივად არ ვიცი, წადი ეხა და საყნე დაიბანე ხელები მიდი. წადი ეხა საყნე დაიბანე. საყნე დაიბანე ხელები გელაპარაკე. დაიბანე საყნე ხელები. მოვიდა. უმრობის ხასიათზე ხარ. რა არის, ვერ გავიგე. რა არის, რა ხმაურია? გარეთ მოიცადე ნახავ. ის არის რა ქვია, ჩიტი. რა ჩიტი? ღაბუა. ხაბუა? ხო, ჩიტი ღაბუა. მოდი პური დაუყაროთ, სოდოა მაინც. არა, იყოს მე დაუყრე. ღაბუ. ღაბუ. პატა, საინფორმაციო ნახე. არა, რატი რა ხდება? ტახში მოვისმინე ტემპერატურის ვარდნაულ მოსალოდნელი და გარეთ ნუ გახვალ საერთოდ ვარ გვირჩევენ გარეთ გასვლას. უი, მართლა რატი? მაშინ ისა ჩაის მიუტან ჩიტ ღაბუას თორე ის პურის ნავშენები ყელზე არ დაახდენს. რა ღაბუას, კაცო, ცხელი ჩაი მოდი მოიტანი აქ ჩვენ დავლიოთ. ღაბუას, არა. ღაბუ. ნუგაშინია ღაბუა. წავა ალბათ მალე ზამთარი. ნუ ან დაიძინებს მაინც. მოდი პატა, ჩემი საყვარელი კინო დაიწყო, მოდი რა. რა ფილმი დაიწყო? მოდი დაჯექი. რა ფილმია? ტიტანიკი. ტიტანიკი? ხო. მოდი. ხო, კაი, აუწიე მაშინ მიდი. აუწიე, მიდი, კიდე აუწიე. აუწიე, აივანზეს გავიდეს, მიდი აუწიე. ნიკა, ტელევიზორის საყურებლად გცალია შენ? იმეცალინე. ჩამაბარე. ზეზვას ჩააბარე და იცი. რა მაიმუნი ბავშვი ხარ ნიკა, ზეზვას როგორ ჩააბარე? როგორ და სხვა პასუხობით. ადექი წამოდი ჩამაბარე. წამო ზეზვა ჩავაბართ. დაანებე მაგას თავი. წამოდი. ზეზვა მალე მოხ. არ მოიწინო ზეზვა. ვაიმე, კარგი ზეზვა, კარგი რა იცი ხოლმე ეს ადამიანის შეშინება. მოდი შენ ჩემთან წამოდი ახლა, ვითომ შხაპი უნდა მიიღო, წამოდი ზეზვა. შხაპს მიგაკეთე. აი, ესე. უი, ელენე, შენი სერიალი დაიწყო. თეკლა შენ ახარ? ხო. გამისყდა გული, გამისყდა გული. რაღაცა ჭამე ძალიან გამხდარი. ისე ვაშავ, რა გჭირს? კარგად ხარ? არა, კარგად ვარ. კი, როდარისთან ვიყავი, არა, ცოტა კი დავლია და თავი მისკდება. ისე თეკლა, ისე მისკდება, თავი ისე მისკდება, რომ წეღან კიდე ამ გული გამიხდა, ისეთი რაღაცა მომეჩვენა მან. არ მოგეჩვენა? ხო. აი მე თეკლა გეხვეწები, მოდი ამომიტანე რა. კარგი ვაშა რა, ეხლა არა მოხვედი, ამოგეტანა შენ. რა ვიცი, დამავიწყდა თეკლა. ვაშა მოხვედი, ნახე ნიკამ რა მოიტანა სკოლიდან. ის ბაღი ხო? არა, სულ 10-იანები მოიტანა. სულ წამოდი ელენე წამოდი 10-იანები ის იმდენი რომ რა ვიცი. მართლა? ყოჩახ ნიკა, ყოჩახ მომეწონა. ხო, ისე 9-იანი და 1 ბოთლი ლუდი რომ მოგეტანა, ძალიან გამიხარდებოდა. ანუ ეხლა 1-იანი რომ მიგეყო და 9 ბოთლი ლუდია მოგეტანა, ეგ თქვათ უკეთ. არა, უნდა ძალიან ნერვიულობა ქონდა. შევალ მე და თეკლა ცოდოა რა. არა, ელენე, ჩვენ არ ვიყავით გუშინ ცოდოები, მთელი ღამე მოჩვენებები მესიზმრებოდა. ხო, ნიკა აბა, მიდი ზეზვა აბაზანაშია. მიდი. არც ერთი არ ჩახვედით ლუძე, ხო? ხრა ზარმაცები ხარ. ზარმაცები ვარ, ზარმაცები ხარ. ხო. ვაშა, იქ ნიკა ხელი
სიბა. ნიკა, შენ სხვა რამე დაინახე? სხვა რამე. ნიკა, კი, ხო და მე დაუძახე ნიკა. მოეთყობა წინასვები ვერ გაიგეთ ან არ თქვი რა ვიცი. ლაშა. ლუდი მოგიხდება შენ. არ მინდა დღეიდან აღარ ვსვა. ერთი წუთი დავრეკავ მე. ალო. ნოდარ, რა გვინო ქონდა ის, ჰა? არა, ხო, კარგი იყო, მაგრამ მაინტერესებს უკუჩვენება ხო არ ქონდა რამე. ხო, კარგი. რატო და მოვედი სახში და აუ თეკლა ცოდო არა. არა. შევიტან ზეзвას იქ. თეკლა ცოდვა გული დაუსკდება. ამარა ერთიც და მართლა რაც მოგწო მასწავლებელმა იმას ჩაგაბარებ. სოკოს ბრალია ვითო, ჰა? ნიკა. მართლა შენ იყავია ბაზარაში წეღან? კი, ვიძია. კარგი, შევარდე. შევახო. გეუბნები ძალიან ცოდო. არა, ერთიც და მოჩება მართლა. აი ეს. აჰა. ლაშა, რა დაგემართა? ლაშა, როგორ ხო? მე მგონი მართლა ცუდად გახდა. ლაშა, როგორ ხარ? ლაშა. თქვენ არაფერი დაგინახავთ? არა. რა უნდა დაგვინახა? და მოჩვენება. კარგი, ლაშა, რა შენ თვითონ არ გვეუბნებოდი გუშინ რომ მოჩვენებები არ არსებობენო. არ არსებობდა აქამდე. მე ლაშა ნუ გიხეთქავ გულს. კიდე მე გიხეთქავ კაცო გულს. კი. ნიკა. მე მომაკითხეს. ხოდა აბა შენიცი ახლა. კაცი შენ ახარ ოჯახში. კარგით რა ცოდო, ჩემი ბუტკუჩუნაც მაცოდო. ნუ ემაიმუნებით, უთხარით რომ ემაიმუნებით. რა არ მომაკითხეს? არა, ლაშა რა მოგაკითხეს, ნიკა მოიტანა ჩონჩხის სკოლიდან. ხო, ჩვენ გული გაგვიხეთქა, ეხა შენ გიხეთქავს გულს. თეკლაც აყვა. არა, ბოდიში, ვაზა ძალიან არ მინდოდა. ხო. სად არის ნიკა? გაიცანიეს ზეზოა. ზეზოა ეს ბიძა ჩემია. როგორი ზეზვა? გაუმარჯოს. ლუძე ჩახვალძმა. ლაშა, აბა აღარ ვსვავო. აღარ ვსვავ, ელენე აღარ ვსვავ, მაგრამ ჩვენი კაცრობის ხო უნდა დავლიოთ, ხო? მაჩვენებაში. მაგალი უნდა ყოფილიყო ეს, კი. ზია, ამარიცის რომ ზეზო ყავს და ხო არ გავიტანოს და შევაშინოთ, ჰა? პატა კარგი ვარიანტია, არა უშავს, მაგრამ ნუნუ ხო არ ჯობია, ჰა? ნუნუ იყო უკვე შემოსული და გული გაუსკდა. ბიჭო, მეორედ არ შეეშინდება? სასაცილო ხარ, ამის როგორ შეგეშინდა? აბა. აბა როგორ შემაშინეთ თქვენც რა მაგრები ხართ რა მაგრები აქეთ ეს ჩონჩხი იქით ის ხვლიკი რა ხვლიკი ლაშა ნიკას ხვლიკი არ მოუტანია სახლში მართლა ბიჭო აბა ვაზონაში რა დარბოდა ვაზონაში დარბოდა რაღაცა აბა ლაშა მოიცადე არ გაახვდა
ნახო მოხვრიტი. აი რატი ტირი ხო? არა რა ვტირი ვარ. არა. კარგი, ხო, მორჩა, კარგი, კარგი, ადექი ხა მორჩა. მოიცადე გაიყინოს ჯერის ბიჭი. სანამ ეს ბიჭი გაიყინება, რატი ის გოგოც გაიყინება და არის ერთი გოგო, რატი აქ არჩას აისბერგი ეფარება და ხო, ეგეც იყინება მერე. რატი, კარგი ეხლა, ადექი, მორჩა, ადექი, დაწექი, კარგი, რატი გიხოცები, ადექი, მოდი, დაწექი. წამოდი, დაწექი, რატი. წამოდი. მედი, დაწექი, მედი. ამათი რა ხეა ფილმი გადაიღო რა. აჰა. აქ არ არიან. ამან კიდე რა ტყილა მოიკლა თავი რა. სადავდო ეხლა ეს. სადავ. აი, გაიძინე. ხო, დაიძინე, რატი, დაიძინე. სალომე, წავიდა, სალომე.